ნატოს საწვრთნელი ბაზის აშენება საქართველოში რუსეთის მხრიდან დამატებით საფრთხეებს ნიშნავს, რაც თავიდან სწორედ ქვეყნის ევროინტეგრაციამ უნდა აგვაცილოს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმება დააჩქაროს. საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა უკვე მეორედ დადასტურდა. ექსპერტების განსჯის საგანიც კიდევ ერთხელ ხდება საკითხი, რა ფუნქცია ექნება სასწავლო ცენტრს და რა შედეგის მომტანი იქნება ის ქვეყნისთვის. ექსპერტები ნატოს სამხედრო საწვრთნელი ცენტრის საქართველოში გახსნას მიესალმებიან, თუმცა ამავდროულად რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ აგრესიაზე საუბრობენ. ეს ბაზა აქ არსებობს. და ამ შემთხვევაში რასაკვირველია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ეფემერული ხდება. რუსეთის ასე ვთქვათ ნებაზე წასვლაც საერთოდ შედეგი არ მოაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ამას ყარაბაღის შემთხვევაში. ექსპერტი სამხედრო და საგარეო საკითხებში ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ შესაძლოა ოფიციალურმა კრემლმა პოლიტიკურ შანტაჟს მიმართოს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ეგრეთ წოდებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პროცესი დააჩქაროს. რუსეთი შეეცდება შეცვალა განახორციელოს საქართველოზე, მათ შორის თქვათ განახორციელოს პოლიტიკური შანტაჟი, რომ მაგათაც რაღაცნაირად მიაწოდოს გარკვეული ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ თქვათ საქართველოს ნატოს სასწავლო ცენტრი არ გაიხსნება, შეიძლება რუსეთმა გადახედოს საკითხი, რომელიც ეხება აფხაზეთთან ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების ხელმოწერას. თავდაპირველად ცენტრის გახსნა უელსის სამიტზე ანდერს ფოგ რასმუსენმა დაანონსა. მაშინ პენტაგონში განაცხადეს, რომ საწვრთნელი ცენტრის შექმნის მიზანი თავდაცვის სფეროს ნატოსთან ფუნქციონალური თავსებადობა და ნატოს საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება იყო. როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიციის დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ქართველი სამხედროების ცენტრში გადამზადების შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა გაუმჯობესდება. მიმაჩნია, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრი აუცილებლად საქართველოში უნდა გაიხსნას. ეს არის ჩვენი უფრო მეტი დაცულობა. აგრეთვე და ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, რადგანაც ეს არ გაკეთდება, ეს მაინც იქნება პოზიტიური აქტი. ნატოსთან თანამშრომლობის გზას იმიტომ ვირჩევთ, რომ ჩვენივე უსაფრთხოების უზრუნველყოფა შევძლოთ. ამიტომ ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომლითაც ჩვენი თავდაცვის უნარიანობა შეიძლება გავაძლიეროთ. ეს არის პაკეტით გათვალისწინებული პროექტი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონდეს სერიოზული მხარდაჭერა და ბუნებრივია ჩვენ ამ სერიოზულ მხარდაჭერას უზრუნველყოფთ. ოპოზიციაში აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ პრემიერის განცხადებებისა და ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის დადასტურების შემდეგ ოფიციალურ კრემლთან ურთიერთობის კარი დახურულია. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს კონფლიქტების მოგვარების გასაღებს არა ნატოში, არამედ მოსკოვში უნდა ეძებდეს. 50 მილიონიან უკრაინას რაჭის იმისთვის, რომ ნატოს და ევროპის კურსი აირჩია. თქვენ ხედავთ? და თქვენ რა ვფიქრობთ, რომ ჩვენ 5 მილიონიანი საქართველოს უკვე ისედაც დაშლილი, იგივე წინააღმდეგობის გაწევა შევძლებთ? თუნდაც რასაც უკრაინა ეწევა? საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს ტრიბუნიდან უკრაინის მოვლენებს 2008 წლის ომის გაგრძელება უწოდა. დღეს კი რუსეთის პირველი დიპლომატი საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე სწორედ უკრაინის კონტექსტში საუბრობდა. დასავლეთი უნდა დაეხმაროს რუსეთსა და უკრაინას დიალოგის რეჟიმის აღდგენაში და არა მხარი დაუჭიროს ომის პარტიას. წინააღმდეგ შემთხვევაში დეესკალაცია შეუძლებელი გახდება. უკრაინის კრიზისი რუსეთის ბრალეულობით კი არ არის გამოწვეული, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რიგი ევროპული ქვეყნების დახმარებით უკრაინაში ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული რევოლუციით. ნატოს საწვრთნელი ცენტრის შესახებ კონკრეტული დეტალები თებერვალში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შეთანხმდება.